გამალული არჩევა, ჩვენ დარწმუნებული ვართ ერთ რომელში. საქართველოს ხელისუფლების მთავარი შეცდომა, კატასტროფული ხასიათის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია, ეს არის სამხედრო გზით ცხინვალის და აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების მცდელობა. 4 წლის განმავლობაში სააკაშვილი ემზადებოდა ბლიცკრიგისათვის. 2004 წლის ზაფხულში იყო პირველი მცდელობა, 17 კაცი დაიღუპა ქართული მხრიდან, ჩვენ არ ვიცით რამდენი დაიღუპა მაშინ ოსურუსული მხრიდან, ანუ მაშინ იყო მსხვერპლი. მაგრამ მაშინ საქართველოს პარლამენტში იყო ოპოზიცია, მაშინ საქართველოში არსებობდა ქვეყანაში რომ აუწყებლობდა ისეთი საინფორმაციო ელექტრონული საშუალებები, იმედიც მუშაობდა, ისე მომსხარი არ იყო ის სახელმწიფო ტელევიზიები, როგორც დღეს არის რუსთავი 2-3 და შემიძლია კვლავ არ გავიხსენოს ზაზა შატირიშვილის მიგნება რუსთავი 0 დღესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ათას არ აშაებს საინფორმაციო სისტემაში, უბრალოდ იზოლირებულია. და მაშინ ტელევიზია ბუნებრივია, ხო? და ასეთ ვითარებაში, როდესაც შეუძლებელი იყო 2004 წლის ზაფხულში ყველაფერი დაემალა ხალხისთვის, ასე დროს პარლამენტში იყო დებატები, მედიაში იყო დებატები და იძულებული გახდა საშინაო და საგარეო წინააღმდეგობის გამო სააკაშვილის ხელისუფლებას ხელი აეღო ამ კონფლიქტის გაღრმავებაზე, თუმცა არავის უგია პასუხი იმაზე, რაც მან ჩაიდინა. ეს იყო მთავარი შეცდომა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია და უნდა სურდეს სამხედრო გზით ცხინვალის და აფხაზეთის პრობლემების მოწესრიგება. აი ამ მთავარი შეცდომის შემადგენელი ნაწილი იყო განმუხური, საომარი რიტორიკა, რუსი ოფიცრების დაკავება მაინდა-მაინც არჩევნების წინ, ბევრი ისეთი რამ ხდებოდა ადგილობრივი არჩევნების დროს, იყო ერთი რიგითი ადგილობრივი არჩევნები ქვეყანაში, ერთი რიგითი შიდა პოლიტიკური მოვლენა 2006 წლის შემოდგომაზე. მაგრამ აი ამ რიგითი პოლიტიკური მოვლენის დროს საქართველოს სახელისუფლებო პარტიას პრობლემები სადმე რომ არ გაჩენოდა, ამიტომ მან ამ რიგით პოლიტიკურ მოვლენას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაამთხვია საგარეო საფრთხის შექმნის მორიგი პიარ აქცია და მთელი მსოფლიო დააყენა ფაქტის წინაშე ბრიტანეთში რომ იჭერენ რუს მზვერავებს, იმას უშვებენ და იმას აბერიტოვებენ და საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ შექმნა სერიოზული პრობლემები. შერჩა. შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას შერჩა ეს პიარ აქციების მთელი კასკადი პატრულთან დაკავშირებით. რობაქიძის მკვლელობა პატრულის წლისთავის აღნიშნა რომ არ გაეფუჭებია, ამიტომ მაშინ მიიჭკმალა. შემდეგ გირგვლიანის მკვლელობა ტყუილს მოყვა ტყუილი. შეიქმნა ისეთი სისტემა, რომელიც სულ უფრო და უფრო ავიწროებდა დემოკრატიულ სივრცეს ქვეყანაში. ბუნებრივია დემოკრატიული სივრცის შევიწროება ზრდიდა წინააღმდეგობის მოთხოვნილებას და მოლოდინს და ამას მოყვა შედეგად 2007 წლის ნოემბრის მოვლენები. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა რამ გამოიყვანა 100,000-ზე მეტი ადამიანი 2 ნოემბერს ქუჩაში, თბილისში. როდესაც ის ვერ მიხვდა, რომ ეს ხალხი 2 საათით კი არ შეიკრიბა და სახლში კი არ წავიდა, 3-შიც მოვიდა, 4-შიც მოვიდა, 5-შიც მოვიდა, 6-შიც მოვიდა, ძალიან ზომიერი მოთხოვნით. რომ კანონიერი კონსტიტუციური ვადები ყოფილიყო დაცული საპარლამენტო არჩევნებისთვის. 4 წლით იყო პარლამენტი არჩეული და 4 წელიწადში 2008 წლის გაზაფხულზე დანიშნული იყო საპარლამენტო არჩევნები. გაუშინა რეჟიმის ტყვიები და რაც ყოფილ მაშინდელმა პრემიერმა მე არ ვიცოდი რეჟიმის ტყვიების გამოყენება თუ არ შეიძლებოდა. და შემცადენი გაზი და მომწამლელი გაზი და ანუ გაუსწორდა საკუთარ ხალხს და მედია საშუალებებს. ამის შემდეგ 5 იანვრის არჩევნები, გაყალბებული არჩევნები, მისივე მონაცემები კატასტროფულად წააგო თბილისი და რეგიონული ცენტრების დიდი უმრავლესობა, მიიღო 1/3-ზე ცოტა ნაკლები ან ცოტა მეტი, ანუ 2/3
დედაქალაქსა და რეგიონულ ცენტრებში ხმას აძლევდა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. კიდევ ვერ გაიაზრა ამ პროცესით სერიოზული დათვლის სამსახური გაუწია საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ადმინისტრაციამ, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იქნა შენარჩუნებული და საპარლამენტო არჩევნებისთვისაც კი მას არ მოთხოვეს უკეთესი საარჩევნო გარემო შექმნა. ამიტომ მე ვამბობ ასე, რომ 7 ნოემბერმა, 5 იანვარმა, 21 მაისმა ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ არაადეკვატურმა პასუხმა აი ამ მოვლენებზე მიგვიყვანა ჩვენ 7 აგვისტომდე. 7 აგვისტო არ მოხდებოდა, რომ საქართველოში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყოფილიყო ადეკვატური იმისა, რა ხმებით მიიღო თუ გამოღლითა სააკაშვილმა ხალხს. გამოღლეტილი ხმების ჩაკვითაც კი მას ბუნებრივია არავითარი საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნებოდა და უმრავლესობაც არ ექნებოდა. ამიტომ ასეთ ვითარებაში მეტნაკლებად ადეკვატური რო ყოფილიყო ქართველი ხალხის არჩევანი და მანდატების განაწილება და პროპორცია საქართველოს დღევანდელ პარლამენტში, მაშინ ამას არ მივიღებდი. 2004 წლის ზაფხულში საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციამ ძალიან მკვეთრი წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს ხელისუფლებას. 2008 წლის ზაფხულში და დღემდე საქართველოს პარლამენტში დანიშნულმა ოპოზიციამ, რომელსაც ჩააბარეს ეს საგამოძიებო კომისია, არათუ კვერი დაუკრა, პრაქტიკულად ითამაშა ერთადერთი როლი მნიშვნელოვანი, იმიტომ სხვა რაიმე როლი ამ ოპოზიციას არ უთამაშია ამ კომისიაში საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გასათეთრებლად. ამის მცდელობა არის, მე დღეს ვკითხულობდი, ვნახე, როგორ უსვამენ კითხვებს, რა ტონალობა არის, აი ეს ვითარება არის ჩვენთან ქვეყანაში, მაგრამ ეს ვითარება იცვლება. თვისობრივად იცვლება ვითარება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქვეყნის შიგნით ხალხი უფრო ინფორმირებული ხდება და ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილება, ევროპის დამოკიდებულება აშკარად მიანიშნებს იმას, რომ თუ აქამდე საქართველოს და საქართველოს ხელისუფლება იშვიათი გამონაკლისის გარდა დასავლეთში აღიქმებოდა როგორც ერთიანი მთლიანი, დღეს საქართველოს ინტერესების დაცვის სურვილი, მცდელობა, გეგმა არის შენარჩუნებული და საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო იზრდება. მადლობა, ბატონო, მაყურებელი ყავს, შემოვიყვანოთ, ეცნებათ გისმენ, დიახ, ეთერშტას. ალო. დიახ, გისმენ, შეკითხვა თქვა. კი ბატონო, კი. გამარჯობა, გამარჯობა, შეკითხვა თქვა, ბატონო ისა. მოგესალმებით. მოგესალმებით. შეკითხვა მოგცეთ. გულის წინ მოდი, მაგრამ მე თქვენ აქ ძალიან დიდი მიშისტია. აქ ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარი მაგ პარტიებისგან. გული რაზე მტკივა, იცი რომ როდესაც პარტიები გაერთიანებული ოპოზიცია ერთად შეიკრიბა თუ გახსოვთ, თუ პირველად. ეს სწორჩემ. აი იქ გულის ტკივილი იმიტომ იყო ჩემი რომ იქ ყველა პარტიები არ მიიღეს იმ გაერთიანებულ ოპოზიციამ ბატონო და მაშინ როდესაც სუფაშვილი მოვიდა თავისი გოგა ხანიდრავას აი რო იტყვა ხასა კუთხე დაგიძრა რა სულ ყველა და გაერთიანებულ ოპოზიცია ამას ხეთ შემოძლებო რომ ყველა უნდა მიიღო და ყველა 9 პარტია შეიქმნა. ნახეთ როგორ დაიქცა. ბოლოში გამოხედი თქვენ საკე 2% ვერ მიიღეთ. იქ ეხლა აღარ წამოწყალო ბურჯანაძემ თავი უკვე ნახეთ უკვე ჩაგძირავე სულ ყველა და ესეთი რაღაც აღარ გამოვა. თქვენ უნდა გახდეთ ისე რომ ყველა ხალხს უნდა შეეყარო თავი არათუ შეაზრუნონ რა ჩემო დავით რომ მე კარგად გიცნობ თორემ და გულის ტკივილის ვიზახი ამას. და ესეთი სიყვარულობა რო იყოს ქართულ ხალხში. მე გეტყვით აზო ბურჯანაძე მივიდა ეხლა ხალხ ეგ პრელობა იყო სვანების შეკრება იყო თუ გახსოვთ 23-ში. ლემის სარკობოდი შეგაცვათ იქ სახალხო მოძრაობასთან დაკავშირებით რაღაც შეიქმნა და აზერბაიჯანაზე მოვიდა იქ და თავის შვილის ყრილობაზე არ მივიდა. ხო ხდებით უკვე რა ხდება? უკვე ის აკეთებს ფაქტებით რომ რომელი პარტიებს გულისხმობთ, რომელიც საერთოდ ოპოზიციაში არის? სხვა პარტია რომელი იყო? არა, კონკრეტულად რომელს გულისხმობთ, რომ მე წარმოდგენა მქონდეს? სხვა პარტიები ვინც მოვიდნენ, საკითხებს ხელ გაგეხილათ უყოლა. მე გეტყვით ეს რაც მოხდა და მე ამაზე სრული პასუხი მიტოვე რომ მივიღო რა იქ თუ გაერთიანებული ოპოზიცია ერქვა ესე არ ხდებოდა გაერთიანებული მე მაგალითად ეხლა მე მასწავლე ისე ირაკლის წერილს უარი უთხრეს აზე მოიცეთ თქვენი საკითხი უნდა კენჭი უყავთ რა კენჭი უნდა უყავთ
ორი დღის შექმნილი პარტია ქონდა ვიღაცებს და იმათ უნდა ეყადეს ესეთი კახა შარტავა გამოდა კაცურად რეიდაკრიტაზე როგორ ეს ამბობი როცა კაცი დაბადებიდან პოლიტიკა და საქართველოს გულდა თავსიკლა და ამ კაცებზე ის გაერთიანებული შეადგა იქ კიდე რა მოუწყო როგორ ხაინდროვან თალკე უთხრა მე ჩემი რასკლადი მაქვს აი რასკლადი რა იყო ის კაცი მოკლეს ესენი გოჯიდაში და ვისაც დარჩენდა პადოშებიდან ბოდოშები საბჭოებიდან და დავით აიასკომის ის კარგად იცოდეს რა ხდება და იქ კაცური გამეთ დაიმიდა რომელმე ზმაიც ნორმალურად შეიძლება შეიძლება მე შეგეძლო გავხსავთ ანუ მე ისა და მე გიქვე შეცდომა რა შეიყო მაშინ შეიძლება